ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მთავრობას მოუწოდებს ქვეყანაში კორუფციის შემოbrunება არ დაუშვას. ამ განცხადებით ეხმაურება ვანო მერაბიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას. მერაბიშვილი აცხადებს, რომ დავით კირვალიძის გადაყენებით მთავრობას კორუფციის ფაქტებზე ზომების მიღება მოუწია. ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ დაზარალებულთა კომპენსაციის დაცემაზე კორუფციის დეკლარირებული სისტემა მოქმედებს. მთავრობაში არის სერიოზული კორუფცია და ალბათ ყველა მიცოდა და მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ზომები მიეღო სოფლის მეურნეობის პროგრამაში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ყველასთვის ფაქტია, რომ ის ბარათები, ვაუჩერები თუ ბარათები, რომლებიც დაურიგდა ქართულ გლეხებს, მათი განაღდება ხდება 30%-იანი ეგრეთ წოდებული დისკაუნტით. უფრო მეტიც ნივთები და მასალები, რომლის შეძენასაც ახდენენ გლეხები სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ამ მაღაზიებში ამ პროდუქციის ფასი 30-40%-ით უფრო მაღალია ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში. ეს ნიშნავს, რომ იმ 260 მილიონიანი პროექტიდან ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში.